მდგომარეობა. სუდად შენი ჭირიბია. სახით მოვდივარ პედაგოგიური და ტრანსპორტი და 3 საათია უსტი პირველ ნომერ მარშრუტი. რა თქიდა ვერ ხედავ თვილო. ახლა მაგას ტელევიზორი და გადაგებ. ჰა? 3 საათია პირველ ნომერ მარშრუტს ველოდე. გამარჯობა, ხომ ვერ გეტყვით რა პრობლემები შეგიქმნათ თაუნმა და როგორ შეაფასებთ ქალაქში არსებულ მდგომარეობას? არაფერი პრობლემა არ შეუქმნა, ძალიან იდეალურად არის ყველაფერი. პრობლემა. ტრანსპორტი არა ნორმალურად. გათოვლილი არ არის გზები. მეტი პრობლემა. დენი არ დარგიდეს სახლში და მეტი პრობლემა რა არის. გამარჯობა, რა პრობლემები შეგიქმნათ თაუნმა და როგორ შეაფასებთ? ხედავთ თქვენ თვითონაც, რომ ეს არის გაწმენდილი პრობლემა. ეს არის მოწესრიგებული ქუთაისი. საშინელება ხდება აქ. უპატრონოთ. უპატრონოთ. აი ნახეთ რა მდგომარეობა. ვერც მანქანა დადის, ვერც ადამიანი და გადაადგილდება. არ ვიცი სადა ვართ რა, 90-იანები დაბრუნდა. იქ მგონი უფრო უკეთესობა იყო. შუქები ქრება. შუქი წარამარა ქრება. ვერ ხვდები რა გავაკეთოთ. ეს არის მოწესრიგებული ქალაქი. ასეთივე წამებით იყვნენ მაგენი, მთელი ცხოვრება. თუ რა სიზამთ ახლა ხალბატონო თოვლი ყოველთვის მოდის ხოლმე და ყოველთვის ვემზადებით, მაგრამ მეტნაკლებად ხან ვასწრებთ, ხან ვერ ვასწრებთ. როგორ ფიქრობთ, ქუთაისი წელს მომზადებული შეხვდა, ამ ფოს დაანონსებული იყო, რომ დაუხმარებთ. არა, დაანონსებული კი იყო და ქუთაისი საკმარისად კარგად შეხვდა. ამ თოვლს ასე რომ უკმაყოფილება არ არის. ტრანსპორტს უჭირს გადაადგილება, შუქი არ არის, წყალი არა, შუქიც არის, წყალიც არის. რიგუბნებში არ არის არც შუქი, არც წყალი. ნამდვილად ვერ გეტყვი ახლა სად რა ხდება, მაგრამ ერთს გეტყვით, რომ არავინ არ განიცდის იმას, რომ რაღაცა მომეტებული არის. თოვლს ყოველთვის ახლავს თავისებური სიზნელები, მაგრამ პრინციპში ქალაქი მაინც მზად შეხვდა. მდგომარეობა ქალაქში. მოძრაობა არა აქ ალბათონო, მოძრაობა და აღარ მივდივარ, თუნდაც მივდივარ. ლაბორატორიაში ანალიზის პასუხი ემთხვევა და აღარ მივდივარ. სამხრივ გზებზე რა შეგიძლიათ რომ გვიქ? ძალიან ცუდი იდეია. მდგომარეობა რა მოუგულო ხა. თაუნმა და როგორ შეაფასებთ? პრობლემები და მალ მერიას უთხარი, ბაბუა იქანა. გავაკეთეთ ყველაფერი და არაფერი არ აქვს გაკეთებული და ერთი ტრაქტორი არ გამოსულა ბაზარში და ხალხი იხჭობა დოქტორს. მეტი რა პრობლემები უნდა. გული გაუნდა ძილეს. არ არის არაფერი გაწმენდილი გზები. ძალიან უპატრონოა მთელი ქუთაისი რა არის რა შეიძლება. ტრანსპორტი ვერ მოძრაობს და ვერაფერს. ხო. წერენ გავწმინდნენ რა გაწმენდილი ხო რა არის გაწმენდილი რა შეჭავდა 3 საათი. 1 საათი მომდე სამსახურში ვიცლა მოსვლა. ძალიან უყურადღებობაა ძალიან. რა შეიძლება. არსებულ მდგომარეობა. რა შეაფასებ, ხალი საათია მდგომა, რა გეტა, შეფასება უნდა ტრანსპორტი არ არის, აი თავრობა. შეაფასებ, ის ყველა ნახე. რომელ ნომერს დავუდგა? რა ნომერს უსწრე ესეთი არის. რამდენი ნომრები იყო, ავტომატურად და ერთი დატოვეს. ისიც პატრონი ყავს, იქამდე ესაა პატრონი. ზებზე რა მდგომარეობა არის? ზებზე რაც არის ახლა ტრანსპორტი მაინც არის. არ ზემია ნორმალური გაწმენდილი.